ევროპა უპირისპირდება შეერთებულ შტატებს იმით, რომ საერთოდ არ ახორციელებს დართმას. უფრო მეტიც, ევროპა ზღუდავს შეერთებული შტატების შესაძლებლობას ირანს დაარტყას. და ის, რაც სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვეულებრივი ტრანსატლანტიკური ქიშბობა იყო, ეხლა ბევრად უფრო სერიოზულ რამედ იქცა. ალბათ 2 თვეა გასული ბოლო ტრამპ ევროპის კრიზისიდან, ასე რომ ისევ დაუბრუნდით ამ თემას. ამჯერად პრობლემა ნაკლებად მწვანეა და უფრო წითელი, თეთრი და მწვანე. შეერთებული შტატები ევროპელების დახმარებას ითხოვებას ითხოვს თავის სპეციალურ მულას ოპერაციაში. ევროპამ თავიდან უარი თქვა ბრძოლაში ჩართვაზე, შემდეგ უარი თქვა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა. ალბათ ამას ნაკლებად შეიძლება უწოდოთ გამწვავებული მეტოქეობა და უფრო მეტად გამწვავებული რიტორიკის ისტორია. როგორც არ უნდა იყოს, მედიის მიერ ამ სიტუაციის განხილვა გამოტოვებს იმ ფართო სტრატეგიულ სტიმულებს, რომელთა წინაშეც ატლანტიკის ორივე მხარე დგას. დღეს მინდა 3 მთავარი საკითხი განვიხილო. პირველ რიგში განვიხილავთ ომში ჩათრევის პრობლემას, რომის გადაჭრასაც ევროპას თავდაპირველი ნაბიჯები ემსახურებოდა. ანუ ევროპა ცდილობს შეაჩეროს შეერთებული შტატების გრძელვადიანი არასასურველი ქცევა, თუნდაც ეს კონტინენტისთვის მოკლევადიან ტკივილს ნიშნავდეს. შემდეგ საუბარს დღევანდელობაზე გადავიტანთ. ავხსნით, რატო არის ბაზების საკითხის სრულიად განსხვავებული ისტორია და ამას ნატოს მუშაობის კონტექსტში განვიხილოთ, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად. ბოლოს მინდა განვიხილო იდეა, რომ შეერთებული შტატებისთვის სრუტის ხელახლა გახსნაში დახმარება მხოლოდ გაახანგრძლივებს პრობლემას. და გაიხარეთ, რადგან ეს ნიშნავს ომის ძირეული მიზეზების განხილვას. მაგრამ მოდით დავიწყოთ ჩათრევის საკითხით და ამ ნაწილს მოკლედ განვიხილავ, რადგან ის ეხება თემებს, რომლებიც უკვე განვიხილეთ. მოკლედ რო თქვათ, ჩათრევა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იწყებს ომს, რაც აიძულებს მის მოკავშირესაც ჩაერთოს ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეს საერთოდ არ სურდა ომი. ძირითადად ინიციატორისთვის უპირატესობების რიგი ასე გამოიყურება. ომი ერთად, საუკეთესო შედეგია. შემდეგ მოდის ომი მარტო, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგია ომის არ ყოფნა. ან კიდევ უფრო უცნაურად რო ვთქვათ, ომი ერთად, ომის არ ყოფნა, ომი მარტო. ამასობაში ალიანსის პარტნიორს სურს ომის არ ყოფნა, შემდეგ ომი ერთად და ბოლოს ომი, სადაც ინიციატორი მარტო მონაწილეობს, ალბათ იმიტომ, რომ პარტნიორს არ უნდა ინიციატორმა გრძელვადიანი ზიანი მიიღოს. თუ ინიციატორს აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს ომის საერთოდ დაიწყება თუ არა, ის ხედავს, რომ მისი პარტნიორი საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მოვა. ეს ნიშნავს, რომ ინიციატორს შეუძლია საუკეთესო შედეგი მიიღოს ომის დაწყებით. და თავისი სახელის შესაბამისად, ინიციატორი ომს იწყებს. მახეში გაბმა ირანთან ომის შესახებ დისკუსიებში პირველი დღიდანვე ფიგურირებს, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ შემთხვევაში ინიციატორი ისრაელი იყო, ხოლო შეერთებული შტატები პარტნიორის როლში გამოდიოდა. ისრაელმა კონფლიქტი დაიწყო, რადგან შეეძლო შეერთებული შტატები ჩაეთრია. და მართლაც შეერთებული შტატები ჩაერთო. გადავიდეთ ნატოს პოლიტიკაზე. შეერთებული შტატები გადავიდა ინიციატორის როლში, ხოლო ევროპა ახლა პარტნიორია. თუნდაც ევროპას არ სურდეს ირანის დაბომბვაში დახმარება, შეერთებულმა შტატებმა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დაეყრდნო, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება მიეღო. ეს პროცესი ალბათ ძალიან კარგად გაიცანით ბოლო 1 წლის განმავლობაში და მეტიც, რადგან ის მუდმივად მეორდება. უბრალოდ ახალი სივრცეში გადავინაცვლეთ. ევროპამ წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ახსნა იყო ის, რომ ევროპას არ სურდა შეექმნა გრძელვადიანი მანკიერი სტიმული. მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა მართლაც უკეთესი იყოს ევროპისთვის სრუტის ხელახლა გახსნა. მაგრამ ევროპას არ სურს აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც 6 თვის შემდეგ ტრამპი ჩაერევა ახალ კონფლიქტში და ევროპას კვლავ ექნება მოკლევადიანი სტიმული დაეხმაროს. არა მაშინ, როცა სრუტის გახსნა სამხედრო თვალსაზრისით ძვირადღირებული იქნება და გარდაულად გამოიწვევს საბრძოლო მსხვერპლს. ამიტომ ევროპა დღეს მკაცრ პოზიციას იკავებს იმ იმედით, რომ ეს შეაჩერებს ტრამპის შემდეგ ავანტიურას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პოზიცია ტრამპს გააღიზიანა, რასაც მოჰყვა სტანდარტული სოციალური მედიის პოსტები და მედიაში სათაურები ევროპის თითქოს და სუსტ ნებაზე. თუმცა ეს მეტნაკლებად ჩვეულებრივი ამბავია. გადავიდეთ 1 თვით ომის დაწყებიდან და მოვლენები მკვეთრად გამწვავდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ყურადღება აქტიური ევროპული ძალისხმევიდან პასიურ ევროპულ ძალისხმევაზე გადაიტანა. იტალიამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს თავისი ბაზებიდან ერთ-ერთზე დაშვების უფლებაზე იმ ფრენებისთვის, რომლებიც უკვე გზაში იყვნენ და საბოლოოდ სპარსეთის ყურეში მიემართებოდნენ. უნდა ვიყოთ ფრთხილად და ეს არ მოვიხსენიოთ როგორც იტალიური აკრძალვა, რადგან ჩანს, რომ შეერთებული შტატები დაუდევრად მოიქცა და წინასწარი ნებართვა არ მოუთხოვია, როგორც მათი შეთანხმება ითხოვს.
თუმცა ესპანეთს და საფრანგეთს აქ მკაფიო პოლიტიკა აქვთ, რომ არ დაუშვან ოპერაციაში ჩართული აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების თავიანთ საჰაერო სივრცეში ან ბაზებზე გამოყენება. ამან დონალდ ტრამპი გააღიზიანა და შედეგად მივიღეთ მიმდინარე ტრანსატლანტიკური დაპირისპირება. რაც ამ სიტუაციას განსხვავებულს ხდის, არის ის, რომ საჰაერო სივრცისა და ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემა ესპანეთსა და საფრანგეთს რეალურ ხარჯებს არ აკისრებს. ეს უკვე აღარ ეხება იმას, რომ ევროპას არ სურს აიღოს ის რისკები, რასაც შეერთებული შტატები ცდილობს დააკისროს. ეხლა საქმე ეხება კონკრეტულად შეერთებული შტატების მისიაში ირანში ცვლილებების შეტანას. მოდით დავაზუსტოთ, რას ამბობენ და რას არ ამბობენ წინა შეთანხმებები ამ საკითხზე, სანამ აქ უფრო ფართო სტრატეგიულ სურათზე გადავიდოდეთ. ამ ქვეყნებში აშშ-ს ბაზები უფრო ფართო ნატოს მისიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ინტეგრაციას ევროპულ უსაფრთხოების საკითხებთან და წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ შემაკავებელ ძალას. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება მოკავშირეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავალდებულებს ერთმანეთის დახმარებას, თუ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში თავდასხმა მოხდება. ის თავდაცვითი ხასიათისაა, რათა თავიდან აიცილოს ზემოთხსენებული ჩათრევის პრობლემები. ის გეოგრაფიულადაც შეზღუდულია, რათა მხარი დაუჭიროს ამ თავდაცვით მისიას და თავიდან აიცილოს თავგადასავლებისკენ მიდრეკილი საგარეო პოლიტიკის პირდაპირი წახალისება. ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში თავდასხმა არ ყოფილა, ამიტომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ არსებობს. როგორც ყოველთვის, ნატოს მოკავშირეებს თავისუფლად შეუძლიათ ორმხრივად დაეხმარონ ერთმანეთს მათთვის სასურველ საკითხებში. სწორედ ასე აღმოჩნდა მოწადინეთა კოალიცია ერაყში. მაგრამ ეს მათი არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილო იყო ევროპის მხრიდან ნებაყოფლობითი დახმარების ნაკლებობით, ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როცა ევროპამ უარი თქვა პასიურ დახმარებაზეც. შედარებით ზომიერებმა, როგორიცაა მარკო რუბიო, განიხილეს ბაზირების უფლებები როგორც ერთგვარი დიდი შეთანხმება. შეერთებული შტატები ამ ბაზებში ინვესტირებს, რათა შექმნას ეგრეთ წოდებული შემაკავებელი ძალები. მაგრამ ამის კომპენსაციის ნაწილი ისაა, რომ ეს ბაზები გამოიყენება ძალის პროექციისთვის მთელ რეგიონში და დანარჩენ მსოფლიოში. ამგვარად ეს ურთიერთობა, ასე თქვათ, რთულია, რომ მასში ჩართული დარჩე და თქვა, რომ ეს კარგია შეერთებული შტატებისთვის. ამ ყველაფრის გადახედვა მოუწევთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ კონგრესის დემოკრატები, რომლებმაც ირანის ომთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ნაბიჯზე რეაგირება მოახდინეს და ამას საკმაოდ წარმატებით აკეთებდნენ თავიანთი პოლიტიკური შანსებისთვის მინდა აღნიშნო, ამ მიმდინარე დაპირისპირების მიმართ შედარებით თავშეკავებულები არიან. რაც შეეხება ევროპის არგუმენტაციას, ეს არის ფასების შოკებისა და უკრაინასთან დაკავშირებული შეშფოთების კომბინაცია. ბენზინის მაღალი ფასები ცუდია, ამაზე დამატებითი განხილვა საჭირო არ არის. კარგი, ეს დავივიწყოთ. ბენზინის მაღალი ფასები კარგია, თუ ბევრი ნავთობის ექსპორტი გაქვს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. ისიამოვნეთ რუბლებში ბანაობით, როცა ომის შემდეგ ეტაპს აფინანსებთ. ირანი ძირითადად თავისი პროქსების მეშვეობებით 10 წლეულებია პირდაპირ პრობლემას უქმნის ევროპას. მაგრამ ამ მომენტში უკრაინაა მთავარი საკითხი ევროპელი ოფიციალური პირებისთვის. დიახ, უკრაინა ახლა ანადგურებს ყველა რუსულ საელსაექსპორტო ტერმინალს, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა, რომ ნავთობის ფასები დაბალი ყოფილიყო იმ ნავთობზეც, რომელიც როგორღაც მაინც აღწევს ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო სწრაფად გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, მით უკეთესია. ამიტომ ევროპა ახლა იტენებს იძულებით ზეწოლას, რათა შეერთებულმა შტატებმა დაასრულოს ომი. ეხლა თუ დიდ დაფას დავხედავთ, ადვილი შესამჩნევია, რომ უკრაინის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, თუ ირანის მთავრობა აღარ იქნებოდა ხელისუფლებაში. საბოლოო ჯამში ეს უფრო დიდი საკითხისთვის ირიბი დაბრკოლებაა. თუ უზენაესი ლიდერი აღარ იქნება თანამშრომლობა რუსეთთან და საბოლოოდ უკრაინას აღარ მიადგება არაპირდაპირი ზიანი. ამ კონტექსტში, თუ შეერთებულ შტატებზე ზეწოლას უყურებთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ნამდვილად უნდა გჯეროდეს, რომ ეს სწრაფ შეთანხმებამდე მიგვიყვანს კონფლიქტის დასასრულებლად. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ერთადერთი რასაც მიაღწევ, ირანის მთავრობის გადარჩენის შანსების გაზრდა. სამწუხაროდ, ეს ისევ ჩვენს საყვარელ ლოგიკურ ხარვეზებთან გვაბრუნებს. პირველი ეტაპია ის, რომ ევროპა თვალს დახმარებას. მეორე ეტაპი და მესამე ეტაპი ისაა, რომ შეთანხმებას არ წევენ. როცა ამ სლაიდის მსგავს ვერსიას ვაჩვენებ, აზრი ის არ არის, რომ პირველი ეტაპი ვერ ნიშნავს მესამე ეტაპს. ხშირად შეიძლება, გარკვეულ პირობებში. პრობლემა ის არის, რომ თუ ამ პირობებს არ დააკონკრეტებ და შემდეგ შესაბამისი არგუმენტის ლოგიკას არ გააანალიზებ, რეალურად სტრატეგია არ გაქვს. შენ გაქვს იმედები და ლოცვები, რომლებიც ლოგიკის სამეფოში ვალუტად არ ითვლება. საბოლოოდ, თუ მესამე ფაზაზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე შევჩერდებით, ყველამ ვიცით, რომ ომსა და მშვიდობას შორის განსაზღვრელი ფაქტორი არის მოლაპარაკების ბარიერის არსებობა. მართალია, დახმარების შეთავაზების ან უფრო ზუსტად ლოგისტიკური მხარდაჭერის უარყოფის პირველი შედეგი ის არის, რომ შეერთებული შტატები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიმარჯვებს. ეს თავისთავად ომის დასრულებას არ გვიახლოვებს,
ის მხოლოდ შეამცირებს მოთხოვნებს, რომელსაც შეერთებული შტატები აკენებს და ზუსტად იმავე რაოდენობით გაზრდის მოთხოვნებს, რომელსაც ირანი აკენებს. წინსვლა არ არის. ეხლა ჰიპოთეტურად, თუ შეთანხმება მართლაც შედგა, ევროპისთვის ეს აუცილებლად ცუდი არ არის, რომ ირანმა უფრო ძლიერი მოლაპარაკებითი პოზიციიდან მიაღწია შეთანხმებას. ომი ევროპისთვისაც ძვიადღირებულია, ამიტომ მას შეიძლება უჩვენოდეს შეთანხმების მიღწევა, რათა თავიდან აიცილოს ეს ხარჯები. უკრაინის მდგომარეობა შეიძლება მაინც უკეთესი არ მოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირი არსებობს. მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა დავაზუსტოთ, კონკრეტულად როგორ იწვევს ირანის გაძლიერება ისეთ შეთანხმებას, რომელიც ადრე შეუძლებელი იყო. შემიძლია ვხედავ გზებს, როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ლოგიკურმა კავშირმა. მაგალითად, თუ ირანს არ ექნებოდა სიზუსტე ომის პერსპექტივებზე, იმ შემთხვევაში თუ ევროპა ჩაერეოდა კონფლიქტში, მაგრამ ექნებოდა ზუსტი ინფორმაცია თუ ომი რეგიონულ დონეზე დარჩებოდა, მაშინ გილოცავთ. თქვენ უბრალოდ აღმოფხვერით ინფორმაციის პრობლემა. როდესაც მოლაპარაკების დაბრძოლა გაქრება, შეთანხმება მალე იქნება მიღწეული. მაგრამ ასევე ვხედავ, როგორ შეიძლება ეს უკუშედეგით დასრულდეს. დაუშვათ, რომ შეერთებული შტატები იბრძვის იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ დასუსტებული რეჟიმი კონფლიქტის დასრულების შემდეგ დემონსტრანტებს დაეცემა. და გაითვალისწინეთ, რომ ლოდინი კლავის გზავნილია, რომელსაც CENTCOM ირანის ხალხს უგზავნის, ასე რომ ეს სავსებით რეალურია. შემდეგ შეერთებული შტატები გააგრძელებს დაბომბვის კამპანიას. მანამ სანამ სადაზვერვო საზოგადოება არ იგრძნობს, რომ საკმარისად დაასუსტა ირანის უსაფრთხოების ძალები რევოლუციის წარმატებისთვის. ევროპის მხრიდან ბაზებზე დაშვებაზე უარი მხოლოდ აჭიანურებს ამ პროცესს. თავარი ისაა, რომ მე აქ იმის სათქმელად არ ვარ, რომ ევროპა შეცდომას უშვებს. უпростоრად მე აქ იმის სათქმელად ვარ, რომ სტრატეგია ცუდად არის განსაზღვრული და ჩვენგან არც ერთს არ შეუძლია იცოდეს, იმუშავებს თუ არა ის. იცით, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ორი ქვეყანა უარყოფს ბაზაზე დაშვებას, მაშინ როცა სხვები მზად არიან დახმარებისთვის, სამხედრო დახმარების გარდა. ამიტომ ასევე გაურკვეველია, აქვს თუ არა ევროპას კარგად განსაზღვრული სტრატეგია. მაგრამ თუ გსურთ შედეგი, სადაც სრუტე სწრაფად გაიხსნება, მაშინ თქვენც უნდა ითხოვდეთ განმარტებას. ზუსტად როგორ ფიქრობენ, რომ ეს სტრატეგია იმუშავებს? ასე რომ დასასკვნელად, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უარყოფს აშშ-ის ძალისხმევისადმი ირანში თუნდაც პასიურ მხარდაჭერას. აქ მიზანია აიძულონ შეერთებული შტატები, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი. მაგრამ ომების დასრულებას განსაზღვრავს იმ მოლაპარაკების ბარიერების გადალახვა, რომლებმაც ომი გამოიწვია და გაურკვეველია, როგორ აკავშირებენ ეს ქვეყნები საკუთარ სტრატეგიას ამ შედეგთან. როგორც ჩანს, ჩვენ დროის მარყურში ვართ გაჭედილები. ევროპასა და ტრამპს უთანხმოება აქვთ. ტრამპი აგრესიულად რეაგირებს, რაც ტრანსატლანტიკურ დაძაბულობას იწვევს ყველასთვის. PSS მოემზადეთ მუქარებისთვის, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინისთვის განკუთვნილი Pearl ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც ევროპელ მყიდველებს აძლევს წვდომას იმ ამერიკულ იარაღზე, რაც უკრაინას სჭირდება. ევროპა მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდება გარკვეული დათმობით. აქ ბრიტანეთში ტარდება სამიტი, რომელშიც 25 მხარე მონაწილეობს ჰორმუზის საკითხებზე სამუშაოდ. მე მაგალითად მოუთმენლად ველოდები იმ შეხვედრიდან შიდა ევროპული დებატების შესახებ გაჟონილ ინფორმაციას. რადგანაც ფიქრობ, ზოგიერთი არ თვლის, რომ ეს იყოს სწორი დრო ესპანეთისა და საფრანგეთისთვის, რომ ბაზებზე წვდომა ბერკეტად გამოეტენებინათ. შემდეგ ჩვენ ყველანი რამდენიმე თვე ამ ყველაფერსაფერს ვივიწყებთ. ალბათ ირნის შიგნა ახალ. არა, ვის ვატყუებ? ხვალვე დაუბრუნდები. ბოდიში რომ არ გავაკეთე კითხვა-პასუხი, რისთვისაც გუშინ შეკითხვები გთხოვეთ. ხანდახან ახალი რაღაცები უბრალოდ მოულოდნელად ჩნდება. კითხვებს ვინახავ, რომ მერე როცა შევძლებ, მიუბრუნდე მათ. ეხლა კი თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ ვნახავთ. იყავით კარგად.